დავიბადე ბათუმში 1994 წელს დამოუკიდებელ საქართველოში. შემდეგ გადმოცხოვრდით თბილისში. პირველ კლასში შევედი თბილისში, ცალკე ბავშვი ვიყავი და მგონია რომ ძალიან ნაადრევად გავიზარდე თითქოს. სულ ყველაფერი მაინტერესებდა. ბავშვობიდან ვოცნებოდი არქეოლოგიაზე. არქეოლოგი უნდა გავასწავლიყო. გამოვიდი პოლიტიკოსი. უცნაური იყოს 13 წლიდან დავიწყე მოგზაურობა. მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთადერთი პირობა იყო, რომ ტელეფონზე ყოველთვის მეპასუხა. მატარებლით დავდიოდი ქუთაისში და ქუთაისამდე ყველა რაიონში, ლამის ყველა სოფელში ჩერდებოდა. სწორედ ნაძალადევში, ლეჩხუმის ქუჩაზე, უკვე 2 წელია, რაც ამ სახლში ვცხოვრობ. მანამდე ეს მოხეტიალე ცხოვრებით ვიყავი, დაკავებული სხვა უბანში ვიცხოვრე. აი მივადექით ჩვენს ლეჩხუმის ქუჩას. აი ხა ოპერატორს დაჭირდება დიდი მონდომება, შეძლოს თავის დამაგრება. კარგი მეზობლობა გვაქვს, შეიძლება ითქვას. აი ხა იმდენად ვიწრო გზა, რომ თუ არ გამოვატარეთ, ისე ვერ გავივლით. გამარჯობა. ხუმრობ ხოლმე, რომ ესე სახლამდე რომ მივაღწიო, ჩვეულებრივად ბოიარდის ციხე-სიმაგრის მონაწილე ვარ. გზები სრულიად მოუწესრიგებელი, წყალი დაზიანებული ძველი მილებით, საკანალიზაციო სისტემა თითქმის არ არსებობს. აი ხედავთ რაც ხდება გარშემო, ხო? მეც ერთი რიგითი თბილისელის პრობლემები ვცხოვრობ. შეიძლება უფრო მეტითაც. იმიტომ რომ ხა ეგრე ხდება. ეს სახლი შემოხდა ინტერნეტში და ესე ვიყიდე მაშინ სრულიად ავარიული იყო. ერთადერთი რაც მინდოდა იყო ეზო. მგონია რომ თავარი დასვენების სივრცე შეიძლება იყოს კერძო სახლის ეზო. ჯერ კიდევ სამშენებლო პროცესი ბოლომდე ვერ მივიყვანე, იმიტომ რომ რაღაც რესურსი რაც მქონდა, უკვე ამოვწურე. სხვა შორის კი ვამბობ რომ ვიყიდე სახლი მეთქი, მაგრამ რეალურად სახლი გახდება ჩემი 2053 წელს. როცა დავამთავრებ ჩემს იპოთეკურ სესხს. აქ ვენახი დავრგე 1, 2, 3 და 4. მე როგორ უნდა გავუშვა სიმაღლეში, ჯერ არ ვიცი, მაგას მოვიფიქრებ, მაგრამ ვენახი მაქვს. ეს სახლი სხვა შორის ჩემით გავარემონტე. მე მუშაობდი და ბევრ რამე ვისწავლე სხვათა შორის ამ სახლის შენებლობის პროცესში. აი როგორც ყოველთვის ტელევიზორი დარჩენილია. ტელევიზორი ჩემს სახლში სულ ჩართულია. კარი უნდა დავკეტოთ, რომ კატა გამექცევა გარეთ. გიждები ცხოველებზე და ეს არის ჩემი მთავარი ღუნღულა. მართლა. აი ვაიმე ეს არის რომელსაც ესე უნდა მოეფერო. ესე მხვდება ხოლმე, რომ თან როგორ მხვდება, იცი? საღამოს გვიან სახლში რო ბრუნდები, თავი ამბავია, რომ როგორ ხვდება, არ ვიცი? და მხვდება კართან. როგორც კი კარს ვაღებ, იქ იჭყიტება. ესე და უნდა რომ მოეფერო. ჩემი საქმე არის დილით ადრე წასვლა, გარეთ გასვლა, ეს შეიძლება იყოს ოფისში, სამსახურში, რეგიონში, 6 წელი შვებულებაში არ ყოფილა. ანუ შვებულებას რაც ვეძახით, ან შეგვიძლია დავარქვათ, რომ შვებულებაა 6 წელი, არც ახალ წელს, არც შობას, აი თითო-ორი დღე გასაგებია, რომელიც ხშირად აი გამოძინებისთვის გჭირდება მარტო. და ჩემი ნამდვილად არ იყო ბედნიერი ჩემი ამ არეულ ცხოვრებაში შესვლით. თან ერთ-ერთი ყველაზე რთული ის იყო, რომ ხშირად გებულობდა ისტორია ჩემი დაკავების შესახებ. ყოველ ჯერზე ქონდა ეს განცდა, რომ დაიჭირეს და ბოლოს უკვე შეეჩვია. ბოლოს ქონდა განცდა, რომ ხო, რასაც აკეთებს, დარწმუნებულია, თვითონაც დარწმუნებულია, რომ მართალი ვარ ხოლმე, რასაც ვაკეთებ და დღეს შიშის განცდა გაქრა. დარჩა მხოლოდ რაღაც სიამაყის განცდა. ასრულებენ მომიტინგები და მოდით მოვუსმინოთ ამ შესრულებას პირდაპირ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე 2012 წლის ზაფხულში ჩამოვედი თბილისში და აღმოჩნდი პირდაპირ საპროტესტო აქციებს. და პირველივე აქციაზე დაგვარბიეს ძალიან მელიქიშვილის გამზირზე მახსოვს დააკავეს სტუდენტები. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს? მომეცით საშუალება რომ ჩემი აზრი გამოვხატო და გავაგრძელებ ჩვენი შეხვედრა. აი მონევერეშვილი. ულტიმატუმი გეჭირ. მახსოვს ეს უსამართლობის განცდა, როცა საუბრობდით, რომ რაღაცეები უნდა გაკეთებულიყო და არავინ არ გვისმენდა. მე იყო პირველი მოძრაობა, სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი, ესეთი უცნაური სახელით, რომელიც მუშაობდა გარემოს დაცვის საკითხებზე, განათლებაზე, შრომით უფლებებზე. ეს არ იყო ტრადიციული არასამთავრობო ორგანიზაცია, უბრალოდ მარტო სახელი გვერქვა. არ ჰქონდა არც გრანტები, არც ფინანსური მხარდაჭერა არავისგან, ჰქონდა მარტო ჩვენი გონება, განათლება და ღირებულებები. ამას მოყვა შემდეგ სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვიყავი და მაშინ უკვე დაიწყო უნივერსიტეტის გარშემო ბრძოლა ავტონომიისთვის, მეტი დაფინანსებისთვის განათლებაში, მეცნიერების მხარდაჭერისთვის, სტუდენტური საცხოვრებლებისთვის და ვიბრძოდით ყველაზე ჩაგრული მოქალაქეების უფლებებისთვის. მეგობრებო, წლების განმავლობაში ტყიბული იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის. სოციალურად დაუცველებისთვის, სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის. ამას ვაკეთებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოხალისეობრივად. არ მოგწონდა, არ გვიყვარდა არც ერთი პოლიტიკური პარტია. მე ჩდება ესეთი განცდა, რომ შეხარ სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ყოველთვის სხვას თხოვ პასუხს, ვიღაც პოლიტიკოს, რომ დაიჯერე ის, რასაც მე გეუბნები, გწამდეს ის, რასაც მე გეუბნები და შეასრულე. და ამ დროს ხვდები, რომ თუ შენ მიიღე ის განათლება, რაც საჯარო საქმიანობისთვის გჭირდება, თუ შენ ნამდვილად გჯერავს და გწამს იმის, რასაც აკეთებ და სხვას თხოვ, მაშინ რატო არ უნდა მიხვიდე თავად შენი მღილაკთან, რომელიც წვეთს. მე ავიღე ეს პასუხისმგებლობა, არ იყო მარტივი, რთული იყო. პარალელურად არსებობდა ბევრი შემოთავაზება სხვა პარტიების მხრიდან, სხვათა შორის ქართული ოცნებისგანაც კი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა არსებულიყო რაღაც ალტერნატივა, რომელიც შეძლებდა ამ ორპარტიული რაღაცა წრის გარღვევას და ამიტომაც შევჩერდი მაშინ ლელოზე და ლელო რეალურად ერთად დავაფუძნეთ, მე არ შევერთები ვარ, ერთად დავაფუძნეთ. საღამოს გამოვაცხადეთ, რომ ვარ ლელოს წევრი და მეორე დილით უკვე შეცვლილი განწყობა დამხდა. შეცვლილი განწყობა, იმიტომ რომ ეს პარტიულობა არის დამღა. მათ შორის ხალხთან რო დავდივარ კარ-და-კარ რეგიონებში, როცა მიდიხარ და ეუბნები, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ, სპიკერი ხარ, ეგრევე გწრობენ, გეუბნებიან, ხო, გასაგებია, მაგრამ მაინც აქვს უნდობლობის განცდა. საზოგადოებას აქვს იმედგაცრუება პოლიტიკოსების მიმართ, პარტიების მიმართ და არ მინდა რომ ამ ისტორიის ნაწილი ვიყო. არ მინდა იმ ისტორიის ნაწილი ვიყო, გამარჯვების შემთხვევაში ისევ დაიკარგო, გაქრე და მეორე კამპანიამდე არ გამოჩნდე. პედაგოგების შვილი ვარ, ორივე მშობელი დედაც და მამაც მასწავლებელია, მათ თავის საქმე აქვთ. მაგრამ ჩემს გამო მოუწიათ ამ წნეხის გამოვლა. ჩემი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მხოლოდ იმის გამო, რომ მე პოლიტიკურ პროცესში ჩავედი. საკუთარ ტყავზე ვიცი, რას ნიშნავს თან ისწავლო, თან იმუშაო, კონდეს დაბალი ხელფასი მომსახურების სფეროში, მიმტანად მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში, თითქმის ყოველ წელს მუშაობდი. ეს ახალი რეგალია თბილისის მერობის კანდიდატი, ხო, სიახლეა რა თქმა უნდა. ესე მოლოდინის სურვილით ვიწოდი არა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური წინააღმდეგობა იმ ძალასთან, რომელიც ებრძვის საქართველოს მოსახლეობას. და დღეს ჩემთვის ივანიშვილი და რუსული რეჟიმი არის ანტიქართული ძალა. და ანტიქართულ ძალასთან რა რეგალიით ვიქნები წინააღმდეგობაში, საერთოდ არ მაინტერესებს. ყოველთვის როცა გამოჩნდება ხოლმე პოლიტიკური ფიგურა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ წინააღმდეგობაში შედის ოცნებასთან და ივანიშვილთან, იწყებენ მის გაშავებას. მე ვერასდროს ვერ გავხვდები თბილისელი. მართლა ვერასდროს ვერ არა, ბათუმელი ვარ.
ვერ გავხდები ვერანაირად. აი რამდენი ხანიც არ უნდა ვიცხოვრო თბილისში, თბილისელი ვერ გავხდები. მაგრამ თბილისელი მერი სამწუხაროდ დიდი ხანი არ ყოლია. არც კალაძე, არც წინა ნარმანია, არც ხვები და არც ხვები. ბუნებრივია, ვერ გახდები თბილისელი უბრალოდ იმ დაკვეთით, რომ თბილისში ცხოვრობ. მე მიყვარს ის ადგილი, სადაც დავიბადე, ძალიან ვაფასებ ჩემს მშობლიურ ქალაქს. და ერთადერთი რაც ვიცი რომ უნდა გავაკეთო და მინდა რომ გავაკეთო, არის რომ ვიზრუნო კონკრეტულ ჩემს პასუხისმგებლობაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში თბილისით არის განსაზღვრული. ასე ავტომატურად თბილისმა რატო უნდა დამიჯეროს, პასუხი არ მაქვს. ერთადერთი პასუხი არის ალბათ წარსულში. მე მაქვს პრეტენზია სურვილი რომ დავწერო რაღაც განსხვავებული პოლიტიკის ისტორია. სადაც პოლიტიკოსი არის სახალხო გაბედული თამამი, ერთხელ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, სადაც პოლიტიკოსი გაამართლებს და მე მინდა ეგ ისტორია დავწერო. ამ ბრძოლაში, მომდევნო ბრძოლაში და შემდეგ მე ამას მაინც აუცილებლად გავაკეთებ. ყველა შემთხვევაში გავაკეთებ. თავარია, რაც უფრო ადრე იქნება, მით უფრო მეტად შევძლებ იმედის დაბრუნებას რიგი ადამიანებისთვის და მოქალაქეებისთვის. თუმცა სხვანაირად შეიძლება. თუმცა შეიძლება რომ არ გაქრეს არჩევნების შემდეგ, თუმცა შეიძლება რომ არ მოგატყუოს, ან თუ შეუძლია გაკეთება გააკეთოს და თუ არ შეუძლია მოვიდეს და აგიხსნას, რატო ვერ ახერხებს. ეს განსხვავებული პოლიტიკა ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და მე მინდა რომ ეს შევძლებო. ჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.